2025 წლის ბოლოს შემდეგ უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა სიხშირე და სიმძლავრე თავისი გრძელდისტანციური დრონებისა და რაკეტების დარტყმებისა რუსეთის ტერიტორიაზე. ეს თავდასხმები უკვე 2 წელია გრძელდება, თუმცა უფრო მცირე მასშტაბით. მაგრამ ეგრეთ წოდებული კინეტიკური სანქციების კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა 2025 წლის შუა პერიოდში და მას შემდეგ ისინი ექსპონენციალურად იზრდება. უკრაინული დრონების რაოდენობა, რომლებიც ყოველღამე ეშვება, ახლა უკვე თანაბარია ან აღემატება იმ რუსული დრონების რაოდენობას, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით ეშვება. როდესაც რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და სტრატეგიული სამხედრო ობიექტების რაოდენობა, რომლებიც ცეცხლში ეხვება, იზრდება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პანიკაშია. მაგრამ მისთვის ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. უკრაინამ ხელი მოაწერა ერთობლივი დრონების წარმოების რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის რამდენიმე გერმანულ კომპანიასთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის საშუალო და გრძელდისტანციური დარტყმის დრონების რაოდენობას, ხარისხსა და გამანადგურებელ ძალას. და ბოლო განცხადება, რომელიც დეტალურად აღწერს პარტნიორობას ოთერიან Air Logics-ის ერთობლივ საწარმოსთან, GmbH-თან, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასეთ შეთანხმებად მიიჩნევა. ეს უკრაინას ყველაზე თანამედროვე დღეს არსებული ყველაზე მოწინავე დრონებით აღჭურვავს. კომპანია აწარმოებს ათასობით მძიმე დრონს, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ხელოვნური ინტელექტით, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე მომავალში გერმანიის ბუნდესვერისთვისაც. აი რაში მდგომარეობს ეს შეთანხმება და რატომ შეიძლება მან ომის ბალანსი კიდევ უფრო უკრაინის სასარგებლოდ შეცვალოს. 2026 წლის აპრილის შუა პერიოდში ავტარიან Air Logics-ის ერთობლივმა საწარმომ GmbH-მა გამოაცხადა, რომ მიიღო პირველი შეკვეთა ათასობით საშუალო დიაპაზონის მძიმე ხელოვნური ინტელექტით მართული ავტონომიური დარტყმის სისტემების წარმოებაზე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ეს არის გერმანიაში ყველაზე დიდი წარმოების შეკვეთა მძიმე ავტონომიური დარტყმის დრონებზე დღემდე. შეკვეთა მოხვა კომპანიის დაარსების შესახებ განცხადებას, რომელიც გაკეთდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თებერვალში. კორპორაცია, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც გერმანიის, ასევე უკრაინის მთავრობები, წარმოადგენს უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს როგორც უკრაინის, ასევე ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული შესაძლებლობების გაძლიერებას. საერთო საწარმო აერთიანებს უკრაინული კომპანია Air Logics-ის საბრძოლო გამოცდილების მქონე უპილოტო პლატფორმებს ამერიკული კომპანიის აუტარიანის გერმანული განყოფილებისის მოწინავე პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რომელიც უზრუნველყოფს ავტონომიურ ნავიგაციას, ხელოვნური ინტელექტის მართვასა და ელექტრონულ ომთან გამძლეობას. საერთო საწარმოს მიზანია შექმნას დრონები, რომლებიც გამძლეობით გამოირჩევიან რთულ ოპერაციულ გარემოში მუშაობისას და ამავდროულად შეესაბამებიან ნატო სტანდარტებს. როგორც ვიტალი კოლოსნინჩენკო, Air Logics-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ერთად ვქმით მოკავშირეთა დრონული ომის მომავალს. და ახლა მათ უკვე აქვთ პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა, რომლის შესრულებაც მალე ახალ საწარმოო ხაზებზე დაიწყება. კომპანიის განცხადებაში არ იყო მითითებული წარმოებული დრონების სახელები. მხოლოდ ის, რომ X ფორმის და Delta ფორმის ფრთების მქონე დრონები წელიწადში ათასობით წარმოიქმნება. თუმცა დრონების სახელები მოგვიანებით გაამჟღავნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებულმა ერთობლივი გერმანულ-უკრაინული საწარმოების დრონების სია, Anubis და Setix-ი. აბა რა ვიცით ამ დრონების შესახებ? ძირითადად დეტალები ჯერ კიდევ არ არის გამჟღავნებული, მათ შორის ფასი და მახასიათებლები. თუმცა ის ინფორმაცია, რასაც ხელმისაწვდომი წყაროებიდან და ბერლინში ჩატარებული ბოლო დემონსტრაციიდან ვაგროვებთ, საკმაოდ საინტერესო სურათს ქმნის. Anubis-ი აღწერილია როგორც საშუალო მანძილის დარტყმის სისტემა მაღალი ღირებულების სამიზნეებისა და ჯავშან ტექნიკისთვის. Seti-X აღწერილია როგორც უფრო კომპაქტური ტაქტიკური დრონი, რომელიც გამოიყენება ქვეითებისა და მსუბუქი ჯავშან ტექნიკის წინააღმდეგ დარტყმებისთვის. ორივე სისტემა შექმნილია GPS-ის გარეშე, რთულ და დაპირისპირებულ გარემოში ოპერირებისთვის და როგორც აღინიშნა, აღჭურვილია X ფრთისა და Delta ფრთის ტიპის კორპუსებით. როგორც ჩანს, Anubis-ი სავარაუდოდ ავტერის კიდევ ერთი დრონის, Artemis ALM-20-ის ადაპტაცია. 2025 წლის ოქტომბერში ავტერიამ გამოაცხადა, რომ დაასრულა Artemis-ის პროექტი, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინოვაციური ერთეულის პროექტია და შექმნა ახალი შორ მანძილზე მოქმედი კამიკაძე დრონი, სახელად Artemis ALM-20. პირველი შეხედვით დრონი ძლიერ გავს ცუდად ცნობილ ირანულ შაჰიდ 136-ის. ეს თავისთავად არც ისე გასაკვირია. შაჰიდი ის ტიპის იალაღია, რომელსაც ხალხი უყურებს და ამბობს, თუ ვერ დაამარცხებ, შეუერთდ იმათ. რუსეთმა გამოიყენა ორიგინალი შაჰიდები და ამ დიზაინის საფუძველზე შექმნა დრონების ოჯახი, რომელსაც ჯერინი ეწოდება. აშშ-ის ახალი ლუკასის შორმანძილზე მოქმედი კამიკაძე დრონიც კი შაჰიდისგან იყო უკუინჟინერიით შექმნილი. ასე რომ, როდესაც საქმე Artemis-ზე მიდგა, რატო უნდა გამოეგონებინათ პორბალი თავიდან? Artemis ALM-20 გავრცელებული ინფორმაციით შორმანძილზე მოქმედი დრონია, რომლის მოქმედების რადიუსიც თითქმის 1000 მილიას აღწევს. ის ატარებს 89 ფუნტიან ასაფეთქებელ ტვირთს და იყენებს აუტარიანის საკუთრებაში არსებულ ხელოვნურ ინტელექტს სამიზნეზე დამიზნებისთვის. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. დრონი შეიქმნა უკრაინულ კომპანიასთან პარტნიორობით, რომლის სახელიც უსაფრთხოების მიზეზების გამო არ ხმაურდება.
როდესაც არტემისი დასრულდა, აუტარიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი და სხვა პარტნიორები მასობრივ წარმოებაზე გადავლენ აშშ-ში, გერმანიასა და უკრაინაში მშენებარე საწარმოებში. Anubis-ისა და SET-X-ის მთელი წარმოება დაგეგმილია გერმანიაში. კიდევ ერთი მინიშნება, რომ Anubis-ი სავარაუდოდ არტემის AL ემოციის მოდიფიკაციაა. ძირითადი ცვლილებები სავარაუდოდ უკავშირდება დრონის გადაპროფილირებას საშუალო მანძილზე დარტყმებისთვის. საშუალო მანძილის დრონები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც საშუალო ან medium range დრონები, ჩვეულებრივ აქვთ დაახლოებით 400 მილის სიშორე, 12000-დან 30000 ფუტამდე ფრენის სიმაღლე და 24 საათამდე გამძლეობა. ისინი შექმნილია სამხედრო ბრძოლისთვის და ან მუდმივი სადაზვერვო დაკვირვებისთვის რეგიონულ საომარ არეალებში. გრძელმანძილიანი დრონები თავის მხრივ ხშირად კლასიფიცირდება როგორც საშუალო ან მაღალი სიმაღლის ხანგრძლივი გამძლეობის უპილოტო საფრენი აპარატები, მოკლედ Mail და Hail. 400 მილიზე მეტი მანძილითა და 24 საათზე მეტი გამძლეობით, ისინი მაღალი გამძლეობის სტრატეგიული პლატფორმებია, რომლებიც გამოიყენება სამხედრო სადაზვერვოდ, ჯაშუშობისთვის, ამინდის მონიტორინგისა და გეოგრაფიული რუკების შესაქმნელად. საშუალო მანძილის Anubis-ი შექმნილია ცოცხალი ძალის, ტაქტიკური და სტრატეგიული სამიზნეების, ასევე ჯავშან ტექნიკის დასათქმელად საშუალო მანძილზე. SET-X-ი შექმნილია პერსონალისა და მსუბუქი ჯავშან ტექნიკის, მათ შორის ლოგისტიკური და სატრანსპორტო მანქანების გასანადგურებლად. როგორც ჩანს, ეს არის Air Logic-ის უპილოტო საფრენი აპარატ, SET Kamikaze-ის განახლებული ვერსია. საწყისი უპილოტო საფრენი აპარატი SET-ი პირველად შენიშნეს მაშინ, როდესაც გერმანიის მაშინდელი კანცლერი ოლაფ შოლცი 2024 წლის დეკემბერში უკრაინას ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ 2025 წლის მარტში მისი გამოყენება დაადასტურა აზოვის 12 სპეციალური ოპერაციების ბრიგადამ. ისევე როგორც არტემის AL ემოცი უპილოტო საფრენი აპარატი, SET-ი და SET-X-ის დემო მოდელები, რომლებიც ბერლინში დემონსტრაციაზე წარადგინეს, ასევე ძალიან გავს შახიდ 136-ის. თუმცა ისინი ბევრად უფრო პატარაა, შექმნილია საშუალო მანძილზე დარტყმებისთვის, როგორც წესი 30 მილიან მეტი და საჭიროებს მნიშვნელოვან რაოდენობის საწვავსა და ბატარეებს. განსხვავებით ბევრად უფრო დიდი საწვავზე მომუშავე შახიდის დრონისგან, უპილოტო საფრენი აპარატი SET-ი იყენებს ელექტროძრავს, რაც აუმჯობესებს მის შეუმჩნევლად მოქმედების შესაძლებლობას, თბური და აკუსტიკური ნიშნების მინიმიზაციით. ასევე ჩანს, რომ მას აქვს ჯემინგისადმი მდგრადი ნავიგაცია. ორივე ფუნქცია ძალიან დიდი ალბათობით იქნება ჩართული SET-X-ში. SET-X ასევე აქვს დაკეცვადი ფრთები, რაც ნიშნავს, რომ ის სატრანსპორტო გამშვები კონტეინერიდან გაეშვება. მისი ზუსტი მახასიათებლები ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ რადგან მას მოკლე რადიუსის დრონად მოიხსენიებენ, დიდი ალბათობით ის გადაკეთებულია ისე, რომ ეფექტური მოქმედების რადიუსი ასეულობით მილი იყოს, განსხვავებით მხოლოდ მოკლე რადიუსის UAS SET-ისგან, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ათეული მილის დაფარვა შეუძლია. მაგრამ ის, რაც ამ დრონებს დღეს არსებულ ბევრ სხვას გამოარჩევს, არის მათი უაღრესად განვითარებული ავტომატიზაცია, რაც აუტარიანის სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დამსახურებაა. ორივე დრონი იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებული შესაძლებლობებით, რომელთა მთავარი საფუძველი იქნება აუტარიანის პროგრამული პაკეტი, მათ შორის Outarian OS ოპერაციული სისტემა, Skynode ფრენის კომპიუტერი და Nemex Swarm-ის კოორდინაციის პროგრამული უზრუნველყოფა. ეს მიუთითებს უკრაინის დარტყმის შესაძლებლობების მნიშვნელოვან ცვლილებაზე, რაც ბრძოლის ველის დაზვერვიდან ავტონომიურ კინეტიკურ რეაგირებაზე გადასვლას ნიშნავს. Outarianis პროგრამული პაკეტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს გაერთიანებული აპარატურაზე არამოკიდებული პლატფორმა, რომელიც ავტონომიური სისტემებისთვის საერთო ოპერაციულ სისტემად მუშაობს. ეს პლატფორმა შექმნილია სახაერო, სახმელეთო და საზღვაო დარგებში არსებული აპარატურის მხარდასაჭერად, რაც უზრუნველყოფს ღია ეკოსისტემას, სადაც სხვადასხვა მწარმოებლის ტექნიკა შეუფერხებლად მუშაობს ერთად. პაკეტის ცენტრალური ნაწილი არის Outarian OS. ეს არის კომერციული და გამაგრებული ვერსია ღია კოდის PX4 ფრენის საკონტროლო პროგრამული უზრუნველყოფისა, რომელიც შექმნილია Outarianis დამფუძნებლის დოქტორ ლორენც მაიერის მიერ. Outarian OS წარმოადგენს პროგრამულ საფუძველს, რომელიც მუშაობს ისეთ აპარატზე, როგორიცაა Anubis-ი ან CFX-ის ბორდკომპიუტერი და მართავს ყველა ძირითად ფუნქციას, ფრენის კონტროლიდან მისიის შესრულებამდე. სტეკის შემდეგი ნაწილი არის Skynode, აპარატურის ჯგუფი, რომელიც შექმნილია Outarian OS-ის გასაშვებად. ეს ერთეულები აერთიანებს ფრენის კონტროლერს რეალურ დროში ოპერაციებისთვის და ბორტზე მისიის კომპიუტერს მაღალი დონის ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული ხედვა და მოწინავე კომუნიკაციები. Skynode მოქმედებს როგორც ყოვლის მომცველი ავიონიკის მოდული, რომელსაც მწარმოებლები თავიანთი აპარატების დიზაინში ინტეგრირებენ. აპარატურა წარმოდგენილია სამ მოდელად. Skynode S მცირე ინტეგრირებული სისტემებისთვის, როგორიცაა FPV დრონები, Skynode X საშუალო დატვირთვებისთვის და Skynode N ხელოვნური ინტელექტის მძიმე დატვირთვებისთვის. ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ Anubis-ში ინტეგრირებული იქნება Skynode X ან N, ხოლო SET-X, როგორც მცირე ტაქტიკური დრონი, სავარაუდოდ გამოიყენებს Skynode S. X კონფიგურაცია უზრუნველყოფს ფართო კავშირს, სარეზერვო სენსორებს და ინტეგრირებულ Ethernet switch-ს ტაქტიკური რადიოებისთვის. ოპერაციული სისტემისა და აპარატურის გაერთიანებას უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტი, რომელიც ოპერატორებსა და დეველოპერებს აძლევს საშუალებას მართონ აპარატები, მართონ ფლოტები და გააფართოონ შესაძლებლობები.
ეს მოიცავს ავტარიანის მისიის კონტროლს, მიწის კონტროლის სადგურის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გამოიყენება მისიის დაგეგმვისთვის, ფრენის კონტროლისთვის და რეალურ დროში აპარატის მონიტორინგისთვის. ავტარიან სვიპი ამას ავსებს და უზრუნველყოფს ღრუბლოვან ინსტრუმენტებს ფრენის ჟურნალის მართვისთვის, შესაბამისობის ანგარიშგებისთვის და ავტონომიური აპარატების ფლოტების დისტანციური მონიტორინგისთვის. ავტარიანიც ასევე სთავაზობს აპლიკაციების მაღაზიას, პირველადი და მესამე მხარის აპლიკაციების ბაზარს, რომლებიც მუშაობენ ავტარიანის ოპერაციულ სისტემაზე. ეს აპლიკაციები უზრუნველყოფენ სპეციალიზებულ შესაძლებლობებს, მათ შორის FPV-TGT-ის დამიზნების ფუნქციას ტერმინალური დარტყმებისთვის, Swarming აპლიკაციას კოორდინირებული ფრენისთვის და OXI აპლიკაციას ნავიგაციისა და GPS-ის გარეშე გარემოებისთვის. მაგრამ ალბათ ყველაზე დამაინტრიგებელი ავტარიანის პროგრამული უზრუნველყოფა, ან ყველაზე შემაშინებელი თუ პუტინი ხარ, არის მისი NEMIX პროგრამა. ეს ნიშნავს ნემეზისს, როგორც შურის ძიების ბერძენ ქალღმერთს. NEMIX არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამული შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს კოორდინირებულ ავტონომიურ დრონების გუნდურ მოქმედებას. ის იყენებს რეალურ დროში ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერულ ხედვას, რათა დრონებმა შეძლონ კოორდინირებულ გუნდად მოქმედება, რაც ერთ ოპერატორს აძლევს საშუალებას მართოს რამდენიმე დრონი ტერიტორიის გაჯერებისა და ერთდროულად მრავალ სამიზნეზე შეტევის მისიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ არის ცნობილი Otarian Stack-ის რომელი კომპონენტები იქნება დანერგილი Anubis და CEFX დრონებში, ის ფაქტი, რომ გუნდური მოქმედების შესაძლებლობები იქნება ჩაშენებული დრონებში, განსაკუთრებით უფრო კომპაქტურ სეტში, მიანიშნებს, რომ NEMIX იქნება ძირითადი კომპონენტი. ეხლა თუ სამხედრო საკითხების დეტალური გაშუქება და ანალიზი გაინტერესებთ, გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ შლით ამბებს და მათ მნიშვნელობას, რათა თქვენ შეძლოთ ზუსტად მიხვიდეთ იმაზე, რაც ხდება ომის სამყაროში. ეხლა Alterionis მოწინავე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი პროგრამული უზრუნველყოფის ჩართვა ნიშნავს იმას, რომ Anubis-ი და SET-ი უზრუნველყოფენ მაღალ ავტონომიურ ნავიგაციას, სამიზნის აღმოჩენასა და მასზე შეტევას. ამ დრონებს უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად ნავიგაცია და სამიზნეების შერჩევა, მინიმალური ადამიანის ჩარევით. ისინი იმუშავებენ GPS-ის გარეშე, დაპირისპირებულ გარემოში, ნავიგაციისა და მისიის შესრულებისთვის გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, მაშინაც კი როცა საკომუნიკაციო არხები დაბლოკილია ან დაკარგულია. უკრაინისთვის ეს შესაძლებლობები დრონებს აძლევს საშუალებას განახორციელონ ზუსტი დარტყმები როგორც სტატიკურ, ასევე მოძრავ სამიზნეებზე. ამავე დროს მინიმუმამდე დაყვანონ გვერდითი ზიანი და ოპერატორის დატვირთვა და ეს შეიძლება ვითარება რადიკალურად შეცვალოს. როგორც კარგად არის დოკუმენტირებული, უკრაინის ერთ-ერთი მთავარი სირთულე ამ ომში ადამიანური რესურსია. უკრაინის მოსახლეობა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას 2022 წელს დაახლოებით 3.5 ჯერ ნაკლები იყო ვიდრე რუსეთის და კიდევ უფრო შემცირდა. დამოუკიდებლობის მოპოვებისას 1991 წელს დაახლოებით 42 მილიონი იყო, ხოლო დღეს შეფასებით 29.5 მილიონამდე. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ფრონტის ხაზზე ადამიანური რესურსის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით ისეთ გრძელ ფრონტზე, როგორიც აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაშია. რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ტაქტიკა, რომ ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებით შეუტიოს, რითაც უკრაინას აიძულებს თავისი უფრო მცირე ძალები გაანაწილოს და ამით ხვრელები შეიქმნას, რასაც რუსები იყენებენ. უკრაინის მიერ დრონების მასშტაბურმა გამოყენებამ ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვნად შეამცირა ეს უპირატესობა. ეხლა უკრაინის შესაძლებლობა გაუშვას ავტონომიურად მოქმედი დრონები, რომლებიც თავად გადაადგილდებიან და თავად პოულობენ სამიზნეებს, შეიძლება მინუსი უპირატესობად აქციოს. იგივე ეხება უკრაინის შორ მანძილზე დარტყმებს რუსეთის სიღრმეში. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ეს დარტყმები იზრდება როგორც მანძილით, ასევე რაოდენობითა და ეფექტურობით. და ეს მანამდეა, სანამ ათასობით ძირითადად ავტონომიური ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების როიების ფართომასშტაბიანი დანერგვა დაიწყება. გასაკვირი არ არის, რომ პუტინი და რუსეთის სამხედრო წრეები პანიკაში არიან. Intel Slava, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რუსი სამხედრო ბლოგერის არხი, ბოლო დროს Telegram-ზე მსგავსი შეშფოთებები გამოხატა. უკრაინული დრონების იერიშის შემდეგ თუ აფსეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე გაჩენილი დიდი ხანძრის კადრების გამოქვეყნების შემდეგ არხმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ ზრდიან ეს თავდასხმები ზეწოლას რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ეს ასახავს უფრო ფართო კრიტიკის ტენდენციას პროსაომარი კომენტატორების შორის, რომლებიც სულ უფრო მეტად აყენებენ ეჭვქვეშ სისტემის შესაძლებლობას გაუმკლავდეს უკრაინული დრონების იერიშების მასშტაბსა და სიხშირეს. აქ მინიშნება ნათელია. ნიშნულოვანი ცვლილებების ან უკრაინის დრონული შესაძლებლობების სათავეშივე შესაფერხებლად მიმართული ძალისხმევის გარეშე რუსეთს წლის ბოლოსთვის კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეიძლება შეექმნას. და ეს იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გავითვალისწინებთ Otarian Logics-ის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ დრონების როებს. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ეს დრონები შეიძლება სრულიად ახალი და უახლესი ტექნოლოგიით იყოს შექმნილი, ისინი ნამდვილად არ არის მხოლოდ თეორიული პროტოტიპები. ისინი დაუყოვნებელი საჭიროებისა და საბრძოლო ევოლუციის შედეგია. Airlogic აცხადებს, ჩვენმა ინჟინრებმა ეს სისტემები ცეცხლის ქვეშ შეიმუშავეს. ახლა კი გერმანული ინდუსტრია მათ მასშტაბურად აწარმოებს, რაც საბრძოლო ველზე არსებულ ვითარებას ძირეულად სვრის. თითოეული ერთეული, რომელიც საწარმოო ხაზიდან გამოდის, რეალური საბრძოლო გამოცდილების წლების შედეგია. UASC-დან მიღებული გამოცდილების გარდა, Airlogic-მა ბევრი რამ ისწავლა თავისი GOR პლატფორმიდანაც.
გორ არის საბრძოლო გამოცდილების მქონე კატაპულტით გაშვებადი სადაზვერვო დრონი, რომელიც გამოიყენება ტაქტიკური და სტრატეგიული ISR-ისთვის, ანუ სადაზვერვო მეთვალყურეობისა და დაზვერვისთვის. მას აქვს 161 მილის მოქმედების რადიუსი, 4 საათიანი გამძლეობა და შექმნილია ელექტრონული ომის გარემოში ოპერირებისთვის. Authorian-ის პროგრამული უზრუნველყოფა ასევე გამოყენებულია რამდენიმე სხვა პროექტში, რაც საშუალებას იძლევა მიღებულ იქნას დიდი რაოდენობის ტაქტიკური და ოპერაციული ცოდნა. უკრაინაში კომპანიამ პენტაგონისგან მიიღო 50 მილიონი დოლარის კონტრაქტი, რათა უკრაინის ძალებისთვის მიეწოდებინა 33,000 ხელოვნური ინტელექტით გამდიდრებული დარტმის ნაკრები. Skynode-ის აპარატურაზე დაფუძნებული ეს ნაკრები უზრუნველყოფს ავტონომიურ ტერმინალურ მართვას და ელექტრონულ ომთან გამძლეობას, რაც დღემდე ავტონომიური ტექნოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დანერგვას წარმოადგენს. Skynode-S და NEMEX სისტემები ასევე ინტეგრირებული იყო Lightning Labs-ის Kestrel დრონებში ASHS-ში. ASHS-ს არმიის 25 ქვეითი დივიზიის მიერ გამოყენებული ეს ადგილობრივად წარმოებული 5 დუიმიანი კვადროკოპტერები გავრცელებული ინფორმაციით ოთერიანის სისტემებთან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ინტეგრირდა. და ტაივანში ადგილობრივმა მწარმოებელმა Thunder Tiger-მა ოთერიანის ხელოვნური ინტელექტი და პროგრამული უზრუნველყოფა, მათ შორის NEMEX-ი, ჩააშენა თავის ყველა უპილოტო მოწყობილობაში. Authorian-მა ასევე გააფორმა გრძელვადიანი თანამშრომლობის შეთანხმება გერმანიის მსხვილ თავდაცვით კონტრაქტორ Rheinmetall-თან, რათა ერთობლივად შეიმუშაოს ჰომოგენური ოპერაციული სისტემა სხვადასხვა სახაერო, სახმელეთო და საზღვაო უპილოტო სამხედრო სისტემებისთვის. Rheinmetall-მა კიდევ უფრო გააძლიერა ეს ურთიერთობა Authorian-ში წილის შეძენით. ეხლა უკრაინისთვის სარგებელი ამ დრონები ათასობით მოწინავე, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონის მუდმივი მიწოდება, რომლებიც ავტონომიური ნავიგაციის, მიზანში ამოღებისა და თუნდაც ჯგუფურად მოქმედების უნარს ფლობენ. მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის შორ მანძილზე დარტმის შესაძლებლობებსა და ეფექტურობას. მაგრამ უკრაინა ამ შეთანხმებით ერთადერთი გამარჯვებული არ არის. სინამდვილეში იგივე სისტემები განკუთვნილია გერმანიის ძალებისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის მოთხოვნის დასაკვნების დასაკმაყოფილებლადაც. და თუ ისინი წარმატებით განთავსდება უკრაინაში, დიდი ალბათობით მომავალში ბევრ სხვა არმიასაც ვიხილავთ, რომლებიც ანუბისსა და სედზე გააკეთებენ შეკვეთებს. მაგრამ ამ ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ალბათ პუტინს ავტონომიურ დრონებზე მეტადაც კი აშფოთებს. დრონების წარმოების შეთანხმება. გერმანიის ფედერალური თავდაცვის სამინისტროს კოორდინაციით ეს ნიშნავს გადასვლას ტაქტიკური დახმარებიდან მასშტაბურ წარმოებაზე და არა უკრაინაში, არამედ გერმანიაში. უსაფრთხოების, სტაბილურობისა და უკრაინის ექსპორტის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ორივე დრონის წარმოება სრულად გერმანიაში უნდა განხორციელდეს უკრაინის ექსპორტის ლიცენზიებით. და ეს ერთჯერადი შემთხვევა არ არის, ეს ტენდენცია. 15 აპრილს უკრაინულმა და გერმანულმა თავდაცვის კომპანიებმა 6 შეთანხმება გააფორმეს აშენე უკრაინასთან ერთად ინიციატივის ფარგლებში. 2025 წლის ივნისში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა ეს პროგრამა, რომლის მიზანია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერება, იარაღის ერთობლივი წარმოების გზით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. და ეს ძალისხმევა აშკარად შედეგს იძლევა. როგორც უკრაინის იარაღმწარმოებელთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს 6 შეთანხმება წარმოადგენს მოდელის აშენე უკრაინასთან ერთად პრაქტიკულ განხორციელებას, როდესაც უკრაინული გადაწყვეტილებები ფართოვდება ევროპული ინდუსტრიის პარტნიორობით, ერთობლივ საწარმოო ობიექტებზე და ახალი საწარმოო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობით. ამ შეთანხმებებს შორის TAF Industries-ი, უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი FPV დრონების მწარმოებელი, გერმანულ კომპანიასთან TIRAS-თან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთგაგების შესახებ, რათა შეიქმნას ერთობლივი უკრაინულ-გერმანული საწარმო BPLA-ის ჩამჭერი აპარატების წარმოებისთვის. ამასობაში უკრაინული დრონების მწარმოებელმა Calver Aerospace-მა ასევე გააფორმა შეთანხმება გერმანულ თავდაცვით Unicorn Helsing-თან ერთობლივი დრონების განვითარებისა და წარმოებისთვის გერმანიაში მდებარე საწარმოო ობიექტზე, სადაც დაფინანსებას პირდაპირ გერმანიის მთავრობა უზრუნველყოფს. კიდევ ერთმა უკრაინულმა დრონების მწარმოებელმა WeDrones-მა გააფართოვა პარტნიორობა გერმანულ-უკრაინულ კომპანიასთან Quantum Systems-თან, რომელიც WeDrones-ის ინვესტორია. მათ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს WeStriller-ის ჩამჭერი დრონების ერთობლივი საწარმოს შესაქმნელად. ანალოგიურად უკრაინულმა კომპანიამ უკრავია სისტემა და გერმანულმა კომპანიამ PointOX-მა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს სარაკეტო და საავიაციო სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ. ტექნოლოგიურ თანამშრომლობაზე შეთანხმება ასევე გაფორმდა ცნობილ უკრაინულ კომპანიასთან Firepoint-თან, რომელიც პასუხისმგებელია Flamingos ტიპის საკრუიზო რაკეტაზე. FP2 და FP7 მაღალი სიჩქარის 120 მილის სიშორის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები ან დრონები და გერმანული ავიაციის ნაწილების მომწოდებელი DIL ავიაცია. რამდენიმე თვით ადრე თებერვალში უკრაინულმა დეველოპერმა Frontline Robotics-მა წარადგინა ახალი დრონი ბომბდამშენი Linta 3.0, რომელიც დამზადდება როგორც უკრაინაში, ასევე გერმანიაში. ეს იქნება პირველი დრონი, რომელიც დამზადდება პირველ უკრაინულ-გერმანულ ერთობლივ საწარმოში, Quantum Frontline Industries-ში, რომლის შესახებაც უკრაინულმა Frontline Robotics-მა და გერმანულმა Quantum Systems-მა განაცხადეს 2025 წლის დეკემბერში. ასე რომ პუტინს მხოლოდ ანუბისი და CEPEX-ი არ აშინებს.
თუ რუსებს უკვე უჭირთ უკრაინის შორმანძილზე განხორციელებულ დარტყმებთან გამკლავება, მათ ინფრასტრუქტურაზე როგორ აპირებენ გაუმკლავდნენ იმ მასშტაბურ ზრდას, რომელიც ამ გაფართოებული ევროპული საწარმოო შეთანხმებების შედეგად იქნება. შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თუ დღეს რუსეთს უპილოტო აპარატებში უპირატობა აქვს დანარჩენ ევროპასთან შედარებით, ეს შეთანხმებები ნიშნავს, რომ ხვალ ეს უპირატესობა აღარ ექნება. ამიტომ ეს ერთობლივი საწარმოო შეთანხმებები მხოლოდ უკრაინის მომავალს კი არ ამაგრებს, არამედ ევროპისასაც. ისინი მიუთითებენ, რომ უკრაინა აღარ არის მხოლოდ აღჭურვილობის მიმღები. ის გახდა მთავარი კვლევისა და განვითარების ცენტრი, სადაც ევროპული უსაფრთხოების მომავალი იქმნება და ფართოვდება. და რუსებმა ეს შეშფოთებით შენიშნეს. იმავე დღეს, როდესაც ადრე აღწერილი ერთობლივი საწარმოების შესახებ განცხადება გაკეთდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა დაახლოებით 21 ობიექტის სია ევროპასა და სხვა რეგიონებში, სადაც მათი მტკიცებით უკრაინისთვის საბრძოლო დრონებს ან მათ კომპონენტებს აწარმოებენ. ამ სიაში შედის 11 ობიექტი, რომლებიც უცუკრაინული კომპანიების ფილიალებად არის იდენტიფიცირებული, ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, მიუნხენი, რიგა, ვილნიუსი და პრაღა. ასევე 10 უცხოური საწარმო მადრიდში, ვენეციასა და ჰაიფაში. ამ სიის გამოქვეყნების შედეგები მნიშვნელოვანია. დმიტრი მედვედევმა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და X-ზე ერთ-ერთმა ყველაზე უკონტროლო რუსმა ფიგურამ გამოაქვეყნა, რომ ეს მისამართები წარმოადგენს რუსეთის შენს, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის პოტენციური სამხედრო სამიზნეების რეესტრს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება პირდაპირ უნდა იქნას აღქმული. ევროპული ობიექტების სია, რომლებიც აწარმოებენ დრონებს და სხვა აღჭურვილობას, წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის პოტენციური სამიზნეების სიას. დოდის გახდება დარტყმები რეალობად დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება შემდეგ. მან პოსტი დაასრულა სიტყვებით: "მშვიდად დაიძინეთ, ევროპელო პარტნიორებო". დარჩენილია სანახავი, მართლაც გასცემს თუ არა პუტინი ბრძანებას ამ ობიექტებზე დარტყმების განხორციელების შესახებ. ეს იქნება ომის ყველაზე დიდი ესკალაცია დღემდე და უდავოდ ჩააგდებს ნატოსა და რუსეთს პირდაპირ კონფლიქტში. ამ შემთხვევაში შეიძლება ამოჩნდეს, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაცვლად უკრაინისთვის დრონების წარმოება ევროპულ ტერიტორიაზე სერიოზულად აზიანებს მას. რა თქმა უნდა, ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას და განახლებებსაც მოგაწვდით. რა თქმა უნდა, თუ მოვლენები ამ ტემპით გაგრძელდა, რუსეთი შეიძლება ვერც კი გადარჩეს საკმარისად დიდხანს, რომ მსგავსი დარტყმები განახორციელოს. ნახეთ ეს ვიდეო, რათა გაიგოთ რატო. მადლობა ყურებისთვის.